მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ფოთში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. პროტესტის ნიშნად მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩები გაბმული სიგნალებით მოიარეს. მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით მძღოლებმა აქციაზე ხმამაღლა ისაუბრეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტის შესაძლო მიღებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია უქმდება. მათი მთავარი მოთხოვნაა მარჯვენა საჭიანი მანქანების რეგისტრაცია არ აიკრძალოს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს დღევანდელ შეკრებას არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს. ჩვენ ვართ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელები, რომლებიც ვაპროტესტებთ იმ კანონს, რომელიც 2016 წლის მარტის თვიდან გრძელობს იაპონიაში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შეძენას, ჩამოყვანას და განვაჯებას საქართველოში. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. არ უნდა იგზალოს მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოყვანა საქართველოში. ამის მოხრე ვართ, მთელი საქართველო ალბათ დამეთანხმება მთელი მარჯვენა საჭიანი მანქანების მფლობელები. თუ არა და გავახანგრძლივებთ აქციებს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია ფოთში რამდენიმე დღის წინათ შედგა. საპროტესტო აქციაზე 30-მდე მძღოლი გამოვიდა.